ნათია ჩიქოვანი, ცხოველებზე მზრუნველი აქტივისტი. 2018 წლის აგვისტო იყო, როდესაც ჩემს სადარბაზეს მოეჩვია ერთი ფისო. დაახლოებით ერთ-ორ თვეში ალბათ სახლში შემოვიყვანე და სახლში შემოყვანიდან 2 საათში უკვე ყველაზე მეტად მიყვარდა და მისი წყალობით დავიწყე ქუჩაში ცხოველების შემჩნევა. უკვე რო პასუხისმგებლობას იღებ ცხოველზე, იმ ცხოველის გაჩუქება შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან რთული. არის შემთხვევები, როდესაც წლები გადის და ცხოველი ვერ ჩუქდება. ამ წუთასაც მყავს 2 ცუგა ფასიან შემფარებელთან, რომლებიც სამუდამო ოჯახს ელოდებიან და ძალიან რთულია მათი გაჩუქება, მათი ასაკის და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ჩემგან განსხვავებით, როდესაც მე შევძელი რაღაც გარკვეული პერიოდის მერე და ჩემი ლიმიტები დავუწესე თავს, რომ მithქვამს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მაგალითად, ახლა რაღაცა პერიოდის განმავლობაში მე ცხოველზე პასუხისმგებლობას არ და ვერ ავიღებ. რა უნდა ქნას ადამიანმა, თუ მაგალითად დაუსვეს 12 ლეკვი კართან და გაიქცნენ. ცხოველების უმეტესობა უბრალოდ გეხვეწება, რომ წაიყვანო და ეს მათი ხვეწნა მართლა ჩანს, იმიტომ რომ გიწვება ფეხებთან, წკმუტუნებს გეფერება და მართლა გთხოვს, რომ აქედან წაიყვანო. და როდესაც იცი, რომ ვერ წაიყვან, იმიტომ რომ უბრალოდ აღარ გაგაჩნია მეტი რესურსი აღარანაირი, ფაქტობრივად მთელი ცხოვრება გრჩება ეს მეხსიერებაში, ეს ცხოველები, რომლებსაც იცი, რომ ვერაფრით ვერ დაეხმარებ. ყველაზე მეტ ძალას მაძლევს ის, რომ ზუსტად ვიცი, დადასტურებულად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებზე დაყრდნობით, რომ თუნდაც მიუსაფარი კომპანიონი ცხოველების პრობლემის მოგვარება და ცხოველების ქუჩაში ნულამდე დაყვანა არის შესაძლებელი. გვაქვს ამის გადასარავი მაგალითები, მაგალითად ჰოლანდიაში და ვიბრძვი იმისთვის, რომ ეს შედეგი საქართველოშიც დადგეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქართველოსაც შეუძლია. ემპათიამაც ფაქტია, რომ მოიმატა ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ის რომ ხედავ საზოგადოებაში ცნობიერებასთან დაკავშირებით შედეგს და ის რომ ვიცი, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, მაძლევს ძალას, რომ გავაგრძელო ბრძოლა.